მოგესალმებით მეგობრებო და ეხლა მე მინდა გავესაუბრო ჯვარზე მყოფ მრევლს, რომელიც გამარჯობა. თქვენ იყავით შიგნით, ხო, მრევლი? არა. ტურისტები. ტურისტები არიან, ხო, კარგით. მე მრევლს აველაპარაკები. აი, აქეთ არის. თქვენ მრევლი ხართ, ხო? დიახ. ხალბატონო, აი ეხლა თქვენ ლაივში ხართ, ნახეთ. აი ეხლა მითხარით, ეკლესიაში როდესაც შევედით და წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. იქ დახლი არის, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს. არ არის დახლი, ეს არის სანთელი, რომელსაც ჩვენ მრევლი ვიღებთ და შესაძირს ვაგდებთ. შესაძლოა. აი დახლი. ფასები როაწერია ის არ არის. ერთი წუთი, აი დახლი. კი ბატონო. ქვიშვილო, ეშმაკის მოციქული ხართ და ვის დავალებას ასრულებთ არ ვიცი. რა დავალებას ასრულებთ ეგეც შესაძირს აძლევთ იმ ადამიანებს, სადაც ფასი აწერია. რომელსაც მოვლა პატრონობაში იღება. გეთანხმებით. ეხლა ნახეთ, შესაწირი ძალიან კარგია პირველ რიგში. რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს ეს ეკლესიის შიგნით. რას ნიშნავს შიგნით? ეხლა გარეთ ბატონო. მღვდელმა, მამაომ, რომელიც წირვა-ლოცვას აღავლინებდა, ხმამაღლა ვამხილე მე ის რომ იუდეური წესით აღავლენდა ჯვარს წირვა-ლოცვას, რატომ ეხლა გეტყვით. როდესაც მარჯვენა ხელზე იხვევენ თოქს, ეს არის იუდეური წესით. დააკვირდით როგორ აკეთებენ რავები წირვა-ლოცვას, როგორ აღავლენენ. მარჯვენა ხელზე თოქს იხვევენ და შემდეგ კითხულობენ თორას, თუ რაღაცა სხვა ლოცვას, ხომ? გააჩნია რა ლოცვას. იგივე წესით, არ ვიცი ხა რატომ დავინახე და რატომ დამანახა ეს ღმერთმა, მაგრამ იგივე წესით მამაომ დაიხია ხელზე თოკი და აღავლინა წირვა-ლოცვა. შემდეგ გამოიხედა საკურთხევლიდან და უნდათ ჩემი გვერდზე გადადგომა, რასაც არ დავეთანხმე მე და აი აქეთ მრევლი ვინც ხო, კიდევ კარგი მითხარით. ესე იგი გავიმეორებ ხმარის მოდა და კიდევ გავიმეორებ ერთხელ, რათა მანამდე ალბათ მრევლსაც დაველოდები. ჩვენ შევედით ეკლესიაში დღეს დილით, წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. მამაო, რომელიც იუდეური წესით აღავლენდა წირვა-ლოცვას, ეხლა ვეგეტყვით, დაიჭირეს ერთი წუთი მარინოს. აი, მამაოს აქ რო უკეთია ეს რაღაც სამაჯურივით და შეკრულია ჩვეულებრივად. ამას აქვს თოკი, რომელიც გადაიხვია და თქვენ აი ძალიან გხოთ დაგუგლეთ და ნახეთ როგორ აღავლენენ წირვა-ლოცვას იუდეველები, როდესაც ისინი კითხულობენ ლოცვას. მე პირადად ჩემი თვალით მაგ ნანახი, დაიხვევენ ესე თოქს, აქამდე იხვევენ თოქს და აღავლენენ, შემდეგ კითხულობენ იმას წირვას, წირავენ რაღაც ლოცვას. მე რომ ვკითხე მამაოს, რატომ აღავლენთ მეთქი იუდეური წესით ქრისტიანულ წირვას, მამაო მითხრა რომ აგიხსნით ყველაფერს აგიხსნით. ვერ ამიხსნა, გამომაგდეს, კი გამომაგდეს, წამოვედი მე თვითონ და ვერ ამიხსნა. მე ვთქვა რომ იქნებ ქადაგებაში ყველას ერთად გვითხრათ, რატომ აღავლენთ იუდეური წესით. მაგრამ არც ის ახსნა რატომ აღავლენთ, არც ის ახსნა ანუბისის წესით რატომ აღავლენენ ხელებს ესე რო იჭერენ. ანუბისის საპატივცემულოდ, ხომ? ეს ყველაფერი ძალიან კარგად არ აგვიხსნა. ცალკე აგიხსნიო, არ მინდა მეთქი ცალკე ქადაგებაში აგვიხსენი ეს ჩვენ. აი მოდის მამაო.
აი მოდი შეხა და მოდი ახლა ვასაუბროთ რამდენად როდის აღასრულებს თავის დაპირებას და მე ისიც ვკითხოთ რატო აღავლენენ იუდეური წესით ქართულ წირვა ლოცვებს მამაო თქვენ დამპირდით რომ ისაუბრებდით გარეთ შებთან წყნარად ხომ? აი ნაივში ხართ ახლა თქვენ. და აი აქ ნახეთ რუსულად აწერია. აქ იმდენი რუსები არიან ხალხო, იმდენი რუსები არიან. ზოვი მგოდამ. მამაო რატო გაიქეცით? არა მიხსნით? რატო აღავლენთ იუდეური წესით წირვა ლოცვას? და ეს მამაო დამპირდა თქვენი სახელი თუ შეიძლება. თუ შეიძლება თქვენი სახელი. ლაივში ხართ მამაო. კარგი ეხლა კაცო დაგვაცა. არა, თქვენი სახელი ხო შეიძლება გავიგო. თქვენი სახელი რა სასულიერო პირი ხომ ხართ? არ შეიძლება ვიცოდე თქვენი სახელი? ვა, თქვენი სახელი და კითხვები მაქვს. კითხვები არა ის ხარა პროკურორი. კითხვები მაქვს. თქვენ დამპირდით რომ გარეთ მესაუბრებოდით წყნარად. ხო დამპირდით? მამაო, თქვენ გეკითხებით, თქვენ იქით კინო იყურებით. წადი ეხლა კაცო აქედა. არა, გეკითხებით და მაინტერესებს კითხვები მაქვს რატო არ მცემთ პასუხს ვერ ხვდები რა? ფორმა იქ ხალხი ყველაფერში გეთანხმები 100% ყველაფერში მართალი ხარ და ბოდიშ გიხდი და მართალი ხარ გეთანხმები. რაში ვარა მართალი? ყველაფერში. აი ყველაფერი რა არის? საერთოდ ყველაფერში. რასაც იტყვი, რასაც თქვი, ყველაფერში მართალი ხარ. მართალი ვარ ხო? ხო, 100%-იანი მართალი ხარ. ვიცი როგორ მიხარია მაგას რო ამბობ? გაგახაროთ ღმერთო, გამიშვი ხარ. და მე აქ ვრჩები სხვათა შორის და კიდევ ნახავ თქვენ დაპირებას როდის აღასრულეთ. მადლობა. ყველაფერში მართალი ვარ. არა, ქულები, თქვენ რას ამბობთ? თქვენ რას ამბობთ? ქულები დამეწერება? ყველაფერში მართალი არა ხო? ნუ მინდე. არა, ერთი წუთი, მოიცეთ, ზურგს უკან გინდა. გადამიღე, ლაივში ხარ, გადამიღე. ლაივში შეათი. ანუ ქულები რაში დამეწერება? რაში დამეწერება? გეკოლება ეს. ბევრი გამომწერი კი არა, არ მჭირდება ეს ბევრი გამომწერი. ხალხი ხარ. სად მიდიხარ? რას ნერვიული? ერთი წუთი დადე. ტელეფონი. ერთი წუთი. ვინა ვილაპარაკოთ. არა, ვლაპარაკოთ, აი აქ ხალხია მისმენს. ხალხია, ვინ ხალხია მისმენს. შენ ვინც გიყურებს? აი თქვენ ვინც ამას უყურებთ და ამისნაირებს. და მოდიხარ და მართლმადიდებლობა შეურაცხყოფთ. ქართველი ეკლესიაში რომ ვაჭრობა მიდის. ვაჭრობა რომ მიდის, ეს შეურაცხყოფაა თურმე. მოატრიალე, ვასია, მოატრიალე. აი ესეთები ვინც ახართ და ამას ვინც ლაივებში თანხმობას ლაიქებს უწერთ, ხო? ყველანი გამყიდველები ხართ. და ყველანი გამყიდველები ვართ შენ, რომ ვამბობთ რომ ეკლესიაში არ შეიძლება ვაჭრობა ხალხო გაზე. არავინ არ ვაჭრო. ქრისტიანი იტყვევინება, ხალი ვარ, ვიცი. ხალ ეხლა გაგახსენ და ხალი ხარ გადი. ნახე დამარტყა. დამარტყა დამპალმა. დაურეკეთ პოლიციას. და დამარტყა და დაურეკეთ პოლიციას. ეხლა ძალიან გთხოვთ, ეხლა ვიგეკავ. შენ მოიცადე და ამოყოფ თავს ციხეში.